ალბათ ნაითა რა არის გაზეთ ბათუმელების დღევანდელ ნომერში ყველაზე მნიშვნელოვანი რის გამოც უნდა იყიდონ, წაიკითხონ იგი. ამნაურის მთავარი თემა არის აჭარაში კონსტიტუციური საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქონების შესახებ ინფორმაცია. ანუ სტატიის მოკლეში ნარს ესეთი არა თუ რა ქონება ფლობს თეიმურაზ პატარიძე რეალურად ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით და რა ქონების ფლობელა ეს რეალურად. ბათუმელებმა აღმოაჩინა სულ ცოტა სამი კერძო საკუთრება საცხოვრებლის სახით, რომელიც თეიმურაზ პატარიძეს თავის ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს დარეგისტრირებული, მითითებული. ასევე ჩემი აზრით საინტერესო მნიშვნელოვანი თემა არის გიორგი ჩიქოვანის იგივე მაიმუნას საქართველოსთან წასვლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია. ბათუმელებმა მოახერხა ამ ინფორმაციის დაზუსტება მართალია არაოფიციალურად, მაგრამ ეს არის პოლიციიდან, ინფორმაცია პოლიციიდან, სადაც საუბარი ამაზე, რომ გიორგი ჩიქოვანმა იგივე მაიმუნამ საქართველოს საზღვრები დატოვა და ის საქართველოში არ შემოსულა. ვინ არის გიორგი ჩიქოვანი? თუ შეიძლება უთხრათ ნეტგაზეთის მკითხველს, იმიტომ რომ შეიძლება არ ქონდეთ ინფორმაცია და რატომ არის ეს მის წასვლა მნიშვნელოვანი? არის პოლიციის კონსტიტუციური საფუძვლების დეპარტამენტის ოპერატიული თანამშრომელი იყო. ის მის სახელთან არის ორი ძალიან დიდი სკანდალი დაკავშირებული. ერთი არის სერჟანტ ჩავაძის მკვლელობის საქმე, როგორც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ბათუმში მოკლეს ჯარისკაცი სერჟანტი შავაძე და აი ამ საქმეში სწორედ ჩიქოვანი ფიგურირებდა, მან გამოიყვანა შავაძის სახლიდან. ეს არის ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია და მეორე არანაკლებ სკანდალური საკითხი იყო ის, როდესაც ჩიქოვანმა 2007 წელს განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა წერია სასამართლოს დოკუმენტში ესე განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა თავისი ნაცნობი ქალბატონი, მაგრამ ის არ დაუკავებიათ ჯერ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სასამართლომ და შემდეგ საერთოდ საპროცესო გარიგებით გამოუშვეს პატიმრობიდან. გვაქვს კიდე ერთი ჩემი აზრით მეტად საინტერესო ინფორმაცია. ბათუმში გასულ კვირას დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ანანი დედა მიქელაძე, ერთ-ერთი მათგანი მიქელაძე არის საჯარო მოხელე და აი ამ ადამიანების დაკავების ადამიანების მიმართ დაყენებული ბრალის გარკვევის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ამ ადამიანების მიმართ კანონით გათვალისწინებული 72-იანი ვადა არის დაგებული და მათ არ აქვს აღკვეთი ღონისძიება შეფარდებული. ასევე ეს ადამიანები არ დაუკავებიათ პროკურატურას, ანუ ვერც პროკურატურაში დაადასტურეს მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია. ბათუმელების დღევანდელ ნომერში კიდე არის რამდენიმე საინტერესო თემა, მათ შორის ტურიზმზე, მათ შორის ჯანდაცვის ახალ მინისტრზე, თუ რა გეგმები აქვს მას განსაკუთრებით საავადმყოფოებთან დაკავშირებით. საუბარია აჭარის ჯანდაცვის მინისტრს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრია. და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ კიდევ აქვს დაგეგმილი ბათუმში ჩამოსვლა და დაგზავნება. დიდი მადლობა.